როგორც მღვდელი, მე გეტყვით რას განვიცდი, დილამშვიდობისა საყვარელო. მე ვარ ქართველი, მღვდელი და ჩემი გული ტკივილით არის სავსე. მე ვარ ქართველი და არ მაქვს საჭმელი. მე ვარ ქართველი და მშია. მე ვარ ქართველი და მაქვს დაბალი შემოსავალი. მე ვარ ქართველი და ვარ უმუშევარი. მე ვარ ქართველი და არ მაქვს სამსახური. მე ვარ ქართველი და ვერ ნახე კარგი მოძღვარი. მე ვარ ქართველი და ვერ ვენდობი ქართულს. მე ვარ ქართველი და არ მაქვს ნდობა და სიყვარული საკმარისი, რომ შევძლო ადამიანებთან ურთიერთობა. მე ვარ ქართველი და მუდამ კრიტიკაში ვარ. მე ვარ ქართველი და მუშაობ ჩემი უფროსისთვის, რომ უფრო გამდიდრდეს. მე ვარ ქართველი და მაქვს მოდივად ბანკის სესხი. მე ვარ ქართველი დედა და არ ვიცი როგორ გამოყვება შვილი. მე ვარ ქართველი მამა და არ ვიცი როგორ მიყვარდეს ჩემი შვილები ისე რომ არ ვცემო. მე ვარ ქართველი მღვდელი და არ ვიცი როგორ ვილოცო ადამიანებზე ისე რომ ერთმანეთის ატანა ქონდეთ. ალბათ ფიქრობთ ამ ყველაფერს მე რატო ვამბობ. ეს არის წერილები, ეს არის ტექსტები, რომელსაც ადამიანები მწერენ. ყველა ქართველი, ყველა სხვადასხვა სატკივარი აქვს. და ყველა ერთი ოცნებით ცხოვრობს, რომ უკეთესი მომავალი უნდათ. უნდათ, რომ უკეთესად იყვნენ. ყველასთან ერთად მტკივა და იმ ადამიანებთან ერთად მიხარია, როცა იტყვია, რომ წარმატება აქვთ. მაგრამ წერილების 99.9% მუდმივად ტკივილ ნარევია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი ატარებს ამ სიმძიმეს. ღმერთს მუდმივად ვთხოვ, რომ გაგვაერთიანოს, გაგვამტკიცოს, გაგვაძლიეროს და მოგცეს უფრო მეტი სიყვარულის ძალა. მე ვარ ქართველი მღვდელი, მამა ანდრია და იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ, ვინც რაცა უნდა გითხრას, თუნდაც ბოლომდე მოანწყოს და დაგარწმუნოს, რომ მე არ ვარ კარგი. მართლაც შეიძლება მე არ ვარ კარგი, მაგრამ ერთი რამ რაც შემიძლია არის შენი სიყვარული. იცოდე, რომ მე მუდმივად მზად ვარ შენთვის. თუ რამე შემიძლია გემსახურო. მიყვარხარ.